მოგესალმება ჩაბათის მებაღე. ეხლა არის მარტის 20 რიცხვი, თუ არ მეშლება, ყოველ შემთხვევაში მარტის ბოლოა და შევიძინე სამი ბოლქვოვანი მცენარე, რომლის ჩარგვაც მინდა გაჩვენოთ ამ ვიდეოში და სპეციფიკები. სამივე განსხვავდება, ჩარგვის სპეციფიკა სამივესი და აგიხსნით ცალ-ცალკე. მაგალითად, ეს არის ხოსტა. Remember me, საერთოდ ეცადეთ, როდესაც ყიდულობთ რამე მცენარეს, ზუსტი დასახელებით იყიდოთ, რომ ზუსტად იცოდეთ მის ამ მცენარის თვისებები, მაგალითად, ზოგიერთი პიონი მეტად წვება, წვემის მერე ყვავილები ქვემოთ ეშვება, ზოგი მეტად ინარჩუნებს ღეროს ყვავილიანს, მაგალითად ლილიებიც, სურნელოვანია, რამდენად შემაწუხებელი სუნი აქვს, ეს არის აღმოსავლური ლილია და ამას ექნება სუნი და სად უნდა ჩარგოთ, დასახელებით რო იცოდეთ რა ზომის მცენარე იქნება, როდის ყვავილობს, რომ მის გარშემო მოყვავილე მცენარეებს დაემთხეს, ან არ დაემთხეს, შემცვლელი იყოს და ფერთა გამა შეეხამებოდეს ერთმანეთს, ან ცვლიდეს იგივე ფერთა გამა, ან რა ვიცი, რაღაც ჩანაფიქრი, რაც გაქვთ. თითოეულ ჩარგვის წინ როგორი პირობები უნდა, მორწყვა როგორ უნდა, როგორ ადგილზე უნდა ჩარგოთ, როგორ მიწაში ავხსნი, მაგრამ ეხლა ამ მომენტში მინდა გაჩვენოთ, რას ვაკეთებ. პირველ რიგში, რადგან ეს ბოლქვები მე შევიძინე, როგორც ჩამოსულია საზღვარგარეთიდან, ტრანსპორტირება გაიარეს და ასე შემდეგ. მარგანცოვკიანი წყალი ჯობია, ესეთი ღია მარგანცოვკიანი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, მარგანცოვკა არის შოება, ამიტომ მე გავხსნი ფიტოსპარინს. ესაც ანალოგიურია თვისებებით, ანუ თუ რამე სოკოვანი დაავადება აქვს, ან რაღაც ამ მცენარეებს აყოლილი დაეხმარება მოსპობაში, თან შეიცავს მრავალ მინერალურ ნივთიერებებს, რომელიც ფესს დაეხმარება და ამას კი უნდა ვთქვათ, ნახევარი საათი მაინც გაჩერდეს, რომ ეს არის ბიოლოგიური ნივთიერება და რომ ამან მოქმედება დაიწყოს ამ ბაქტერიებმა ბიოლოგიურმა, მაგრამ რადგან მე ვაპირებ, რომ ეს კარგახნით დავტოვო სადღაც ნახევარ საათზე მეტი, ორმოები მაქვს გასამზადებელი, დავტოვო ეს მცენარეები. აქ დეზინფექციაც გამოვა და წყლითაც გაიჟღინთება. ეხლა ამოვიღე ბოლქვოვანი პიონი ფესტივა მაქსიმა. ერთი ძირია შიგნით, ერთი ბოლქვი. შერჩევის დროს ვეცადე, რომ პარკშივე გარედან მენახა, რამდენად უკვე ყლორტები აქვს ამოსული, რამდენად ჯამრთელია, ვათვალიერებ აგრეთვე, რომ რამე ხო არ აქვს დაზიანებული, მოსაჭრელი. მე მგონი ყველაფერი ცოცხალი აქვს, ამას ჩავდებ, ესე ჩავალბობ, დავიმახსოვრებ, სადრას ჩავდებ, ყოველ შემთხვევაში მე ფესვით ხდები. Так, ეს არის ლილია, შეხედეთ უკვე სოკოვანი დაავადება აქვს, ეს რაც პარკიდან მე ვერ დავინახე. ვაფრქვევ, ესე იგი აქ სოკოს, ამას გასუფთავება დაჭირდება. აქ ერთი ბოლქვი იყო, აქაც. საინტერესოა. ამას ცალკე გავრეცხავ. შეხედეთ. ლპობისკენ არის წასული. გავრეცხავ, სავარაუდოდ ამ ერთლებანს. ამას, ესე. ამოვაცლი. ესაც ამოსაცლელია. რომ არ გავრისკო, ამასაც სავარაუდოდ გავრეცხავ და დავინახავ. ეხლა ამ ხელით ამის მოკიდება რამდენად შეიძლება არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება. ფიტოსპარინში ვდებ, ეს არის ხოსტა.
აი ხოსტას ბოლქვი ესე გამოიყურება, ცოცხალი ყველაფერი კარგადაა, თუმცა პატარაა საკმაოდ. კარგი დრო უნდა რომ გაიზარდოს. გავაგრძელებ და გაჩვენებთ თითოეულის ჩარგვას და პირობებს. ესე იგი, ეხლა ვრგავ პიონს. რომ მიცოდეთ, პიონი საკმაოდ დიდი მცენარეა. წეღა რომ გაჩვენეთ ბოლქვი და ერთი ბეწვია, ეს არაფერს არ ნიშნავს. შევურჩიე ადგილი, აი უყურეთ, აქ მაქვს ზებრინუსი, მისკანტუსი, აქ მაქვს ჰორტენზია, საგვილა ვანილა ფრეის. არც ერთი ეხლა არ არის თავის ფორმაში, ანუ გაზაფხულზე. ჯერ ეს არ შეფერადებულა, არც ფოთოლი აქვს, ესაც გადაჭრილია და გვიან ამოდის მისკანტუსი. არადა აქ მაქვს ვერანდა, მინდა ყვავილი, სანამ ესენი შევლენ ძალაში. თან ამორჩეული ყვავილს უყვარს მზე. ჯერ აქ არაფერი მიჩრდილავს. პიონს უნდა შეურჩიოთ მზიანი ადგილი, ყველაზე მზიანი ადგილი. და საყრდენები გავუკეთოთ მაგაზე მერე. აგრეთვე, რადგან ბოლქვოვანია, პიონისთვის არის საჭირო ფხვიერი ნიადაგი. ეხლა ამოვიღეთ საკმაოდ დიდი ორმო. იმიტომ კი არა რომ ამას სჭირდება ერთი ბეწო ბოლქვს ჩარგვისთვის. არამედ იმიტომ რომ შემდეგ წლებში რომ ფესვები ადვილად გაიღოს, იმიტომ რომ ჩემთან არის თიხიანი მიწა. შესაბამისად, ორმოს ვიღებ დიდს, განიერს და ღრმას. პიონი არის ერთ ადგილზე შეიძლება 10 წლეულები იყოს. და ეს უნდა გავთვალოთ. ეხლა დანარჩენ ბოლქვოვნებს რო ჩავდგავ, შეხედავთ რომ ცოტა სხვანაირად მოვიქცევით. პიონის შემთხვევაში ეს აუცილებელი პროცედურა. ეხლა აქ მე გვერდზე მაქვს კიდე ამოღებული მიწა გადადებული. მაქსიმალურად ვცდილობ სარეველებისგან გავათავისუფლო. ჩავყრი ქვიშას. სასურველია ეს ქვიშა არ იყოს ლამი, დინარის, მაგრამ მე საგვიშოვო ხა დინარის ლამი. ცოტა პერლიც ვიზამ ქვემოთ, მეც ზევით. პერლიტი ვიცით რომ აფხვიერებს მიწას, ინარჩუნებს ტენს. აქვე ამოურე. ის ორმო, რომელიც გაჩვენეთ, ამოვავსე იგივე მიწით, გავაფხვიერე ქვიშით და პერლიტით. ეხლა უყურეთ, სულ ეს ბოლქვი მაქვს თითქოს და რატომ ვიწვალე ამდენი. ისე ეს უნდა მომეჭრა. არა უშავს. ეს. მაგრამ მეშინია კვირტი არ დავაზიანო. так. ამის ჩადება, თუ გინდა რომ იყვავილოს, თორე და გაგვებუტება. შეიძლება მხოლოდ მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრით. ზედაპირიდან. თავისი კვირტები მიწაში უნდა გქონდეს. ეხლა თუ იყიდით, ნახავთ რომ ინსტრუქციაში უწერია 10 სანტიმეტრი. არა, 10 სანტიმეტრი არა. მაქსიმუმ 4 სანტიმეტრი მიწიდან. ეხლა ჩემთან ბევრი გამოდის, მაგრამ მე ამოვიღე ცოტა ღრმად, იმიტომ რომ ძალიან ცოტა საკვებს უზამ. ესე იგი, ჩავაყარე NPK 18-18-18, ეგრეთ წოდებული ნიტრო, მაგრამ ეს მომავლისთვის იქნება. ამას ფესვებთან არაფერი კავშირი არ აქვს. დავამატებ მე ისევ მიწას.
და ამჯერად უზამ სეზონზე გრძელვადიან პროლონგირებად საკვებს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საჭირო კვებას მიაწვდის, ერთ სეზონზე მოქმედებს. ისევ მოვაყრი მიწას, რომ ფესვებთან შეხება არ კონდეს, ფესვმა მომცეს ზედა მასა ჯერ, რითაც არის თვითონ ფესვი გამოკვებილი იმუშაოს და ზედა მასა მომცეს, თან ფესვებთან ეს დაიწვება, რომ იმას ქნა. უკვე ჩავასხამ წყალს, ცოტას. იცით რომ მე ყველაფერს ვდგავ ტალახში. მოვაზომებ ისევ ჩემ ბოლქვს. და აი უყურეთ. ბოლქვი უნდა იყოს აი ესე დაწვენილი, ასე არ გაარჭოთ. აი ესე უნდა იყოს დაწვენილი. შეხედეთ კვირტები, საიდან ამოდის. და ისე დავამაგროთ. ცოტა მაღლა გავმივიდა, აი ესე. და მივაყრი ისევ მიწას. საწავიდა ჩემი ბები. აქ რაღაცით მოვნიშნა, რო არ გადავუარო ფეხით. ოდნავ ჩავპრესავ. ხო ნახეთ, ფაქტიურად არ ჩამიღრმავებია. და ეს წესით, ყველა წესი წელსვე უნდა იყვავილოს. რატომ ველოდებით და ბევრი ჩივის პიონს წყლობით? იმიტომ რომ ჩაღრმავებულია, ისევე როგორც კროკოსმია. ახლა ამას ზემოდან მე დავმულჩავ, რომ მიწა არ გამისკდეს. მულჩა თქვენ იცით, ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს მულჩად. ნათიბი, ბალახი, ჩალა, კარდონიც კი, მაგრამ შემთხვევაში კარდონი არ ვარგა, იმიტომ რომ მცენარე უნდა ამოვიდეს. და მის ამოსვლამდე მცენარე ვერ მოასწრებს. უბრალოდ კარდონი ვერ მოასწრებს გახსნას. ეს არის და ეს. შემდეგი ვნახოთ განსხვავებულად ლილია როგორ ირგვება, ანუ შოროშანი და როგორ ირგვება ხოსტა. სამი ამოვარჩიე განსხვავებული ჩარგვის სისტემით. როგორც ხედავთ, შროშანის შემთხვევაში აქ მე ფხვიერი მიწა მაქვს, აქ უკვე ყვავილნარში ვარ. მაგრამ ცოტა ქვიშას დავამატებ დრენაჟისთვის. საერთოდ, ეხლა ვდგავ ამას. აი აქ ჯოხები სადაც მაქვს, ანალოგიური პიონის მაგვარი ლილიები მაქვს. მაქვს იგივე ფერებში, ეს ვარდისფერია. მეორე ვარდისფერი მაქვს ხუჭუჭა კიდე, ისევ პიონის ფორმით. მაქვს თეთრ ვარდისფერი, ვარდისფერ თეთრი, ანუ ერთ ფერებში ვათამაშებ, რადგან იქ მაქვს ედემის ვარდი, რომელიც ჯერ თეთრია, მერე გული ვარდისფრდება, მერე ისევ თეთრდება. ასე რომ აი ამ გამას ვინარჩუნებ და ერთმანეთს მოუხდება ჩემი აზრით. აი ესე ჯოხებს ტოვებ, რო არ დამავიწყდეს, სად რა მაქვს. ეს გავასუფთავე, ხო გახსოვთ ამას დაავადება ქონდა რაღაცა. და მქონდა მასში, რა ქვია, დეზინფექტორში. აი ეს არის ერთი ბოლქვის სიგრძე. უნდა ჩავიდეს 3 ბოლქვის სიგრძეზე, ანუ 1, 2, 3. აი ამ სიღრმეზე უნდა იყოს. ბოლქვოვნები, რომელსაც ესეთი ფორმა აქვს, ეს ეხება ტიტებსაც. აი მოვზომოთ. 1, 2, 3. უფრო ღრმად გვიან წამოიღებს, აქ ცოტა ციტრას ვიზამ. აი მას გავუშლი. შემოვასკუპებ. აი ეს.
ძალიან ცოტა პროლონგირებულ საკვებს უზამ. არაფესთან. ეს მთელი ერთი სეზონი ეყოფა. ყვავილობის მერე კიდე მივცემ საკვებს და ეხლა დავფარავ თავისივე მიწით. საერთოდ როგორც პიონს, ისე ლილიას უყვარს ჩემი მიწა. ანუ თიხნარი ორივეს, მაგრამ რადგან ბოლქვოვანი არ უყვარს, რომ წყალი ჩერდება შიგნით. შესაბამისად საჭიროა დრენაჟი. ამ შემთხვევაში დახრილია ჩემთან ქანობზი არის. იქ როგორც ნახეთ, პიონთან ბლომად ვუქენი, ქვიშა, პერლიტი, რომ შეიწოვოს ის თუ ზედმეტი დაგროვდა რამე. ამ შემთხვევაში მე ქანობი მაქვს და წამოვა ესე, არ დამიგროვდება შიგნით. ფხვიერია აქ უკვე მიწა, ჩემი როგორც ხედავთ. ცოტა ქვიშას გავურევ კიდე და ისევ რამეთი მომნიშნავ. ბოლომდე ვფარავ, ბოლომდე. და წყალს აუცილებლად დავასხამ. ყველა მიზეზ გარეშე. რაც არ უნდა ბოლქვოვანს არ უყვარდეს წყალი, სტარტისთვის სჭირდება და იმისთვის, რომ ფესვთა სისტემასთან ახლოს მივიდეს მიწა, რომ შიგნით არ დარჩეს ორმოები, სადაც ფესვულ პობას დაიწყებს და თასი ვირუსები გავრცელებას. აქაც ერთი ლილია მაქვს, აგერ მეორე, აგერ მესამე, აგერ მეოთხე. და ამასაც ახლა მოვნიშნავ და სულ ეს არის. ეხლა გაჩვენებთ ხოსტას, როგორ გავაკეთებ. ხოსტა უკვე ცუდათი განსხვავებულია. ხო ნახეთ, ესე იგი, მე პიონი ჩავრგე მაქსიმუმ 4 სანტიმეტრზე თავისი თავიდან. ეს ჩავრგე 3 ბოლქვის სიღრმეზე, თავიდან 2 ბოლქვი. თუ თავს ავიღებთ უკვე დადებულზე, ზემოდან 2 ბოლქვის სისქის მიწა დავამატე. აი ეს არის ამათ შორის განსხვავება. ეხლა ვრგავთ ხოსტას. შეხედეთ ხოსტას ფესვთა სისტემა. აი აქ მაქვს სხვა ხოსტა, ანალოგიური. ოღონდ ამას თუ ვთქვათ, აი ესე, შეხედეთ, შიგნიდან ყვითელია და გარედან კანტები აქვს მწვანე, იმას არის პირიქით. შიგნიდან არის მწვანე, გარედან აქვს თეთრი მოყვითალო კანტები. ხოსტას განსხვავებით შროშანისგან, ანუ ლილიისგან და განსხვავებით პიონისგან, რომელიც ახლა ჩავრგეთ, ჩვენ ჩავრგეთ მზეზე, იმათ ჭირდებათ 8 საათი მზე დღის განმავლობაში. აი ხოსტას კი სასურველია კონდეს გაფანტული ჩრდილი. ნიადაგი ისევ ფხვიერი და დრენაჟიანი. ოღონდ იმათგან განსხვავებით ამას ბლომად ჭირდება მორწყვა. და შესაბამისად არამზიან ადგილზე თუ ერთნაირად ვწყავთ მთელ ვთქვათ მცენარეებს, ჩრდილში ნაკლებად დაკარგავს პლუს სითხეს. გავუკეთებ ახლა დრენაჟს, ჩავყრი ისევ ქვიშას, როგორც გახსოვთ, პერლიც და რატომ მაქვს და ხო, სახლის ჩრდილოეთ მხარეს მაქვს. აი შეხედეთ, აქ მე თოვლი იდო და ყველაზე გვიან აგდნება აქ სუთოვლია. ყოველ ზამთარს და აიღო მარილები, აქ არ მინდოდა არაფერი, მაგრამ ეხა მომიწევს ხოსტებს გავაშენებ, დავფარავ, ხოსტის გარდა აგერ მაქვს ბერგენია, რომელიც ახლა ყვავილობას დაიწყებს, ანუ მსხვილ ფოთოლა, დიდ ფოთოლა მცენარეები მაქვს, ესე პატარა, ესეთ იმას გავაკეთებ, აი ესეთი მომრგვალო, მარტო ფოთლოვან მომენტებს და ეს რატომ ვრგავ კიდე აი ამ ხრეშზე. ვიცით რომ ხოსტას ჭამს არ ინდობს ლოკოკინა. ამაზე კი უჭირს მას ხოხვა. და როგორც შევამჩნიე, აქ ჩარგული აი ესეთ ხრეშზე, თან ესეთ წვეტიან ხრეშზე, უფრო გადამირჩა შარშან ჩარგული მეორე ხოსტა. ერთ ადგილზე, ორ ადგილზე კიდე მაქვს ხოსტა, სადაც მიწევს მთელი წლის განმავლობაში ვინახავ ნაჭუჭებს, იმის რა ქვია,
კვერცხის ნაჭუჭებს და კვერცხის ნაჭუჭებს უყრი ხოლმე გარშემო. Так, უყურეთ, ისევ ჩავყრი მიწას, უკან ამოღებულ მიწას, რომელიც გავასუფთავეთ, გავაფხვიერეთ. დავამატებ ქვიშას. პერლიც ავურებ კარგად და გავაკეთებ აი ესეთ რაღაცას, აი რო შეხედოთ. გორაკს. ამ გორაკზე გადავაფენ. ეხა თუ შეხედავთ აი ამ ხოსტას, ნახეთ ცხვირი არა აქვს წამოსული. ამით უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ გაზაფხულზე, როცა ვრგავთ ხოსტას. სადამდე ჩავრგოთ. ანუ საერთოდ ხოსტის ჩარგვა შეიძლება წვერამდე, ან თუ თქვათ უკვე კარგად ამოსულია აი ამ ხელა არის 2-3 სანტიმეტრის ჩაღრმავება ყელიდან. მე რადგან აქ ხედავ რომ ჩემთან ჯერ ხოსტები არ ამოსულან, ისე სხვათა შორის გურული ხოსტა ამოვიდა. ამიტომ ამას შევეცდები ეს უნდა ჩავრგა მე ბოლომდე. და გადავანაწილებ ახლა მე აი ამ ფესვებს ამ გორაკზე. აი ეს. ხოსტა იწვება მზეზე. ხოსტას უნდა ჩრდილი, ან გაფანტული ჩრდილი. ყოველ შემთხვევაში შუადღის მზეზე არ უნდა მოხდეს. სულ ეს არის. ხო. ამას მე არ ვუზამ საკვებს. არც პროლონგირებულ საკვებს არ ვუზამ. იმაში რა ქვია, ლუნკაში. იმიტომ რომ რადგან მე თიხიანი მიწა მაქვს, ეს ჩემთვის საკმარისია. ამ მომენტში ამასთან. მომავალი წლიდან უკვე დავიწყებ მის მორწყვას საკვებიანი წყლით. მაგრამ ამას სხვათა შორის იმ მცენარესაც დავუსხი და ამავიწყდა მე თქვა გუმატიანი და ალიეტი არის ხო ვიცით ფესვის ლპობას ეწინააღმდეგება. ხომ და რადგან ბოლქოვნებია ეს ყველა და შეიძლება ვთქვათ გაზაფხულის წვიმებმა ცოტა არ ვიცით რა მინდები იქნება. თავის დაზღვევის მიზნით და ნაყიდი მცენარეებია, ხო? არ ვიცით რა მდგომარეობაში აქვთ ამათ როგორ იყვნენ. ამას ახლა მოვაყრი, მოვასხამ ბიო გუმატიან და ალიეტიან წყალს. რატო შვები კიდე ბიოჰუმატს? როგორც გითხარით, ჩემი მიწა არის თიხიანი, არო შესაბამისად ამაში საკვები არის იმაზე მეტი, რაც ჭირდებათ და საკმარისი საკვებია დასაწყისისთვის მაინც, მით უმეტეს რომ ფესვს ამას აქვს თავისი ენერგია, ეს ვიცით, რომ წამოიღოს მცენარე. ბიოჰუმატი ეხმარება მცენარეს, რომ აითვისოს მიწიდან საკვები ნივთიერებები. აი ამ ხრეშს ისევ მეუყრი, დავფარე როგორც ხედავთ. აქ მაქვს ის ირლანდიული ხავსი. ხა წყალს რო დავუსხამ ეს ხრეშიდან ჩაირეცხება, იმედია. რამდენი ქვები ამოვიდა. და მოვნიშნავ და მოვიწყდა მონიშნა. აგერ ხა დავუსხამ. სულ ეს არის ბოლქოვნების ჩარგვა, რაც მქონდა შეძენილი. მე ტიტები ჯერ არ მაქვს, თუმცა ტიტების ჩარგვა უნდა გაგიკეთებინათ შემოდგომაზე. და როცა მოვადრო, იმასაც გაჩვენებ და როცა გადავწყვიტავ, რომ მეც მქონდეს ტიტები. არ ვარ ტიტების მოყვარული. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე. გისურვებთ ლამაზ ბაღებს, მშვიდ ცხოვრებას, წარმატებებს,
ხვავს და ბარაქას. თქვენი შაბათის მებაღე. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.